გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მართლმადიდებლობასა და თანამედროვეობაზე. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ზვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, ჩვენ ცალკე გვისაუბრია რას ნიშნავს ქრისტიანობა, ცალკე გვისაუბრია რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე სამყარო და ბერმონაზვნები. და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ გადაცემაში გავაერთიანოთ როგორია თანამედროვე ქრისტიანი. და პირდაპირ აი ესეთი შეკითხვით დავიწყებ. როგორ გავიგოთ, რომ ნამდვილად ქრისტიანი ვარ? საინტერესო შეკითხვა არის ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს გამოცდა ალბათ ყველა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩაუტაროს, იმიტომ რომ მაგრამ რომ ჩაუტაროს, უნდა რაღაცა, როგორც ვთქვათ, ქიმიურ რეაქციაში რაღაცა ხელსაწყოები გჭირდება, სწორედ რაღაცა ესეთი ხელსაწყო, სულიერი ხელსაწყო გჭირდება, რომ აღმოაჩინოს შენი სულის მდგომარეობა და ამისთვის არსებობს წმინდა წერილი, სახარება, რომელსაც ჩვენ უნდა ვეცნობოდეთ და ამის მიხედვით უნდა ესე იგი საკუთარ თავს ამოვიცნობდეთ, რომ ვართ თუ არა იმ სულის მატარებლები, რომელიც სულიც არის ამ სახარებაში. რაც შეეხება თვითონ მართლმადიდებლობას და თანამედროვეობას და ამ გამოწვევებს, მოდით აქედან დავიწყოთ და ამ კითხვაზეც უფრო რაღაც დავკონკრეტებით, მე საკუთარი თავი როგორ უნდა ამოვიცნოთ ამაში. ჩვენ უპირველეს ყოვლისა რაც უნდა ვთქვათ და საცოდნელია არის ის, რომ ღმერთი არის უცვალებელი. არ შეიძლება რომ ღმერთი იცვლებოდეს, იმიტომ რომ ცვლილება სჭირდება მას, ვინც ან სრულყოფილებისკენ უნდა წარემატებოდეს, ან პირიქით სრულყოფილებას უნდა შორდებოდეს. და ღმერთი თუ კი აბსოლუტური სრულყოფილებაა, როგორ შეიძლება ის წარემატებოდეს, როგორ შეიძლება ის იცვლებოდეს უკეთესობისკენ. რა შეიძლება იყოს მასზე უკეთესი, რომ ის ამ უკეთესობისკენ ისწრაფოდეს და მით უმეტეს რომ უკეთესობისკენ არის სწრაფოდეს და რაღაცა უარესკობისკენ ისწრაფებოდა, ეს საერთოდ მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და მსჯელობას. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არის უცვალებელი არსება. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დროში მცხოვრებნი ადამიანები ცვალებაში ვართ და ის თანამედროვე გამოწვევები ძალიან ხშირად იცვლება. თუმცა კი არ იცვლება ღმერთის ის პრინციპები, მთავარი მიდგომა, რომ რისთვისაც შექმნა მან სამყარო და როგორც უყვარს მას ეს ადამიანი, არაფერი ამაში არ შეცვლილა და არ შეიძლება იცვლებოდეს. არც იმ მოცემულობაში არ შეიძლება რაიმე იცვლებოდეს, თქვათ რაც ღმერთის მიერ არის ჩვენთვის მოცემული, თუნდაც მცნებები. თუნდაც რაღაცა სწავლება, რომელიც ჩვენ საღვთო, ესე იგი ამ წერილებით გარდამოგვეცა, არ შეიძლება ესენი რაღაცა ცვლილებას ექვემდებარებოდეს, გულისხმობ იმ უბრალოდ რისი თქმა მინდა ამაში იცით, რომ შეიძლება იყოს რაღაცა კანონი, რომელიც იმ დროსთან მიმართებაში იყო რაღაცნაირად აუცილებლად სათქმელი და გასაკეთებელი და ეს თქვათ რაღაცნაირად შეიძლება ცვალებადობას დაექვემდებარა, თუმცა კი ის საზოგადო კანონები, ის ათიმცნება თუნდაც მოკლედ ესე ვთქვათ, არ შეიძლება ეს ცვალებადობას ექვემდებარებოდეს, იმიტომ რომ გამოდის, რომ მაშინ რაღაცა სული წმინდას არ სცოდნია კარგად და მერე თურმე ამის განვითარება ჩვენ ადამიანებმა უკეთ შევძელით. ასეთ აბსურდამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი. ასე შორიდან ამაზე საუბარი, იმიტომ დავიწყე, რომ ძალიან ხშირად ადამიანები კამათობენ და მათ შორის კამათი იმაზე კი არ მიდის, რომ თქვათ სახარება, თქვათ 4 სახარება, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ვინმე მეხუთე აღმოაჩინა და იქ რაიმე სხვა წერი. არა, ერთი და იგივე ტექსტის შესახებ შეიძლება კამათობდნენ და მინდა გითხრათ, რომ მწვალებლები, როდესაც მართლმადიდებლობს ეკამათებოდნენ, იქაც სწორედ ასეთი კამათი იყო, რომ ერთ და იგივე ტექსტს, ერთ და იგივე წინადადება შეიძლება უფრო დავკონკრეტდეთ და ვთქვათ, კითხულობს ადამიანი და სხვადასხვანაირად იგებს. და აი ეს გამოწვევა, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღესაც რჩება და ყოველ დროს რჩებოდა. ამიტომაც რა არის მართლმადიდებლობა თანამედროვეობაში? უნდა ვთქვათ ასე, რომ როგორ ვიგებთ ჩვენ ამ სახარებას და როგორ უნდა ვიგებდეთ. რა არის ჩვენთვის სახელმძღვანელო წიგნი, ვამბობთ სახარებაა, მაგრამ როგორ ვიგებთ? აი ეს ამაზე უნდა გადავიდეთ. როგორი ინტერპრეტაცია უნდა მიეცეს? აი არის ესეთი ეპისტოლე, გალატელთა მიმართ ეპისტოლე, პავლე მოციქულის, სადაც ის პირველივე თავში იწყებს გალატელების შეგონებას. გალატელები იყვნენ ძირითადად ბერძნული მოსახლეობის ქალაქი იყო, სადაც პავლე მოციქულმა იქადაგა და მოაქცია, ანუ სახარება იქადაგა, მოაქცია ეს ადამიანები და ძალიან მალე მერე ამ წერილის დაწერა მოუწია, სადაც ის ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორო სახარება, რომელიც გიქადაგეთო,
რა მალე გადახვედით ამ გზიდან, ეუბნება. და მოხდა იქ ასეთი რამ ისტორიულად ასეთი რამ ამბავი განვითარდა რომ ებრაელები ქრისტიანი ებრაელებზეა საუბარი რომლებმაც ქრისტე მიიღეს და იდევნებოდნენ ამის გამო მათ თავი შეაფარეს გალატიას და იქ გალატელებთან დაიწყეს იმის ქადაგება იგივე სახარების ქადაგება ოღონდ წმინდა ებრაული კანონების თანახმად ისინი ეუბნებოდნენ რომ აუცილებელია ამ კანონების დაცვა მაგალითად აუცილებელია წინადაცვით აუცილებელი ანუ კანონებზე დაამყარეს მთელი თავიანთი სწავლება და არა მადლის მიერ სწავლებაზე რომელსაც პავლე გადმოსცემდა რომ სახარებაში იესო ქრისტეს რწმენით ხდება გამართლება და ამ რწმენაში ჩვენ გულისხმობთ რომ უნდა შევიძინოთ ესე იგი განკაცებული ღმერთის რწმენა ადამიანმა და აი ეს სწავლება რომ სასუფეველი ჩვენშია და სულიწმინდის მოქმედება მე ამის შემდგომ იწყება სწორედ აი ამ სწავლებაზე გადავიდნენ უბრუნდებოდნენ კვლავ იმ ძველი აღთქმის კანონებს რომელი კანონების შესრულებაც ესე იგი თითქოს მეტ უპირატესობას ანიჭებდა ადამიანს და რატომ რაღაცა თითქოს სხვაგან წამივიდა აზრი მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამას ემსახურება ეხლა რასაც ვამბობ რომ სახარება ერთი იყო სხვა რამეს კი არ ამბობდნენ მაგრამ აი სხვადასხვანაირად ესმოდათ ადამიანებს ვიღაცები ამბობდნენ რომ მხოლოდ კანონებია მთავარი ვიღაცები ამბობდნენ რომ არა ბატონო ღმერთი მოწყალია და მოწყალებით შეგვიწყალებს ვიღაცა ამბობს რომ სიყვარულია და ნუ ახლა თუ გიყვარს ყველაფერს გაპატიებს და გვავიწყდება რომ ეს ყველაფერი ერთად არის ღმერთი ის მოწყალი არის თავის საჯულობაში, იმიტომ რომ საჯულიც არის ამავდროულად, მაგრამ საჯული არის, რომელიც კანონსაც გთხოვს ამავდროულად და აქ უკვე ადამიანი იწყებს ხოლმე მორგებას სათავისოდ და ეს არის სწორედ თანამედროვე გამოწვევა. ოღონდ განამარტო 21 საუკუნის. ეს იყო 5 საუკუნის წინათ და ეს იყო თქვათ პირველ საუკუნეშიც, როდესაც პავლე ამას წერდა. სწორედ რომ ადამიანი იწყებს რომ მოარგოს სახარება თავისով. თვითონ კი არ მოერგოს ამ ყველაფერსაც იქ წერია. არამედ მოარგოს და თქვას, იმიტომ რომ თუ რაღაცას ვერასრულებს ან რაღაცას აშავებს, მაშინ ეს აწყობს და იტყვის, რომ იცით ღმერთი მოწყალია და მაინც გაპატიებს. თუ თქვათ რაღაცნაირად კანონის შესახებ დაიწყებს ლაპარაკს, ამ კანონის მოთხოვნას შენგან ითხოვს, რომ შენ უნდა ასრულებდე ამ კანონს, გეუბნება და საკუთარ თავს ასე მკაცრად არ მოსთხოვს ამ ყველაფერს. ამიტომაც ცდილობს რაღაცა იოლი გამოსავალი იპოვოს და ეს არის სწორედ ის ლაკმუსის ქაღალდი შეიძლება ითქვას, რომლის მიხედვითაც შენ საკუთარი თავი უნდა ამოიცნო, რომ საკუთარ თავს სთხოვ თუ არა ამ ყოველივეს, რაც შეიძლება სხვისგან მოითხოვო, მაგალითად ქრისტიანული კანონების შესრულება. და ეს არასწორი დამოკიდებულება. სხვისგან კი არა, საკუთარი თავისგან უნდა მოითხოვო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ კვლავ გავიმეორებ, ღმერთი როგორც მოყვარული მამა, თუ შენგან დაინახავს მცდელობას, რომ შენ რაღაცა კანონის აღსრულებას, ცნებების შესრულებას ცდილობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სისუსტე გაქვს ადამიანური და რაღაცა ვერ დაძლია, რაღაცა ვერ გადალახე, რაღაცაში თქვათ კვლავ დაცემა შეგემთხვა, ნუ ბუნებრივია იტყვის, რომ შესაწყალებელია ეს, იმიტომ რომ ცდილობდა და ვერ შეძლო. მაგრამ თუ არ ცდილობს ადამიანებას, მაშინ ნამდვილად კანონით უნდა დაგელაპარაკოს, იმიტომ რომ ადამიანურთაც ხომ ესე არის. აი არ გიცდია, საერთოდ არანაირი მცდელობა არ გქონია და ამიტომაც მე შენ ახლა კანონით გელაპარაკ, შენ ხო კანონით ესე უნდა გაგეკეთებინა. მამა კახაბერ ბოდიში გაწყვეტინებთ, აი ღმერთი უფრო მოწყალია თუ უფრო სამართლიანი. აი ხა რო გისმედით, თან საუბრობთ რომ მოწყალიც არის და თან საუბრობთ რომ სამართლიანიც არის. მოდით ასეთი ფორმულირება უნდა ვთქვათ მაშინ ჩვენ, ის სამართლიანია მოწყალებაში და მოწყალია სამართლიანობაში. ეს ორივე ერთად არის. სხვაგვარად შეუძლებელია, იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ მხოლოდ სამართლიანია, სამართლის მიხედვით არც ერთ ადამიანს ცხონება არ ეკუთვნის. იმიტომ რომ სამართლის მიხედვით, ანუ იმ კანონების მიხედვით თუ განვისჯებით ჩვენ რა კანონებსაც უნდა ვასრულებდეთ, არ არსებობს ადამიანი რომ ამ კანონებს ზედმიწევნით იცავდეს და ასრულებდეს. ფიზიკურად ვერ შეძლებს ამას, იმიტომ რომ დაცემულ ბუნებაში ვიმყოფებით ადამიანები. ამიტომ მხოლოდ სამართლიანობაზე თუ ვილაპარაკებთ, აღმოჩნდება რომ ცხონებას ვერავინ ვერ დაემკვიდრებს და მხოლოდ მოწყალებაზე თუ ვილაპარაკებთ, რომ მოწყალია და სამართლიანობის გრძნობა მას არ გააჩნია, მაშინ გამოვა, რომ ესე იგი ყველა შეწყალებული ვიქნებით, ვინც როგორ გვინდა ვიცხოვროთ. რაც გვინდა ვაკეთოთ. აი, ხშირად გამიგონია ეს ამბავი და მაგიტომ ვკითხეთ. ამიტომაც
ამიტომაც წამოვიწყე მე რომ ეს არის სწორედ ყველაზე დიდი თანამედროვე გამოწვევა, ნუ ახლა ამ წამს რაც შეიძლება მომდიოდეს თავში, რომ ადამიანები მოირგებენ სახარებისეულ ამ სწავლებას, წაკითხულ ციტატას ვთქვათ, ისე მოირგებენ, რომ მოწყალება აწყობთ უფრო მეტად თუ სამართლიანობას ესე იგი შენ განითხოვენ და მოწყალებას თავის თავზე და ასე არ შეიძლება იყოს. ასე იოლია უფრო, იმიტომ რომ ღმერთი ამ ერთობაშია მთლიანად, იმიტომ რომ ჩვენ სახარებას სწორედ ამ პრიზმაში უნდა დავინახოთ, შეიძლება ითქვას, ამ შუქზე უნდა დავინახოთ, სახარების ამ შუქზე უნდა დავინახოთ საკუთარი ცხოვრება და სხვა ადამიანის ცხოვრებაც. და არავითარ შემთხვევაში ის რომ შენ როგორ ახლა ქრისტიანი რომ ხარ, ეს რომ არ შეიძლება არ იცი, მიგითითო, მაგრამ სამაგიეროდ მე იგივე სიტუაციაში ვერ მოვიქცე როგორც შენ მოთმინებაზე გელაპარაკებოდე, მაგრამ მე მოთმინებას საერთოდ ვერ გამოვიჩინო. შენ გეუბნებოდე რომ შენ მტრები უნდა გიყვარდეს, მაგრამ მე აგერ საკუთარ ძმასაც ვერ ვიტანდე და ასეთია ძალიან ხშირად ეს თანამედროვე გამოწვევა, რომელიც სახარებას ესე სათავისოდ მოირგებს, სხვისგან ითხოვს ამ ყველაფერს და თვითონ ამას არც ერთს არ გააკეთებს და არაფერს არ შეასრულებს. ამიტომაც კითხვა სახარებისა და აღქმა მისი უნდა ხდებოდეს გამოცდილ მოძღვართან ერთად, გამოცდილ მოძღვარში არ გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ, ესე იგი, თანამედროვე მოძღვრებს, რომლებიცაც თქვათ, ქადაგების უფლება აქვთ მიცემული, გულისხმობ იმ მოძღვრებს, მსოფლიო მოძღვრებს, რომლებმაც ეს ყველაფერი თავიანთი დიდი გამოცდილებით დაადასტურეს, ცხოვრების წესით დაადასტურეს. ზოგი მათგანი მოწამეობრივად აღსრულებულია, ზოგი მათგანი მართალი ცხოვრებით აღსრულებულია და ეს ყველაფერი მათ ცხოვრებაში, როგორც ცოცხალი სიტყვა ისე განხორციელდა. სასუფეველი ცათა თქვენშია, როდესაც გვეუბნება მაცხოვარი, ეს სასუფეველი ცათა როგორ შეიძლება ღმერთის გარეშე არსებობდეს? ანუ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩემშია, ღმერთის გარეშე ხომ ვერ იქნებ? ანუ ღმერთი არის ჩემში და ეს ყველაფერი უნდა იგრძნობოდეს. ეს ყველაფერი ცხოვრების წესად უნდა იყოს და გამოხატული უნდა იყოს ეს ყველაფერი ცხოვრების წესში. აქედან გამომდინარე, ეს მოძღვრები უნდა გვასწავლიდნენ და ჩვენთვის უნდა იყოს რაღაცნაირად სახელმძღვანელო მათი ცხოვრება, მათი ნამოღვაწარი, მათი განმარტებები, ისინი როგორ ხედავდნენ ამ მოვლენებს ყველაფერს და ეს გახლავთ სწორედ გადარჩენის საშუალება იმ ხრივ, რომ შენ კი არ მოირგო სახარება ისე როგორც შენ გესმის, ან როგორც შენ გაწყობს, არამედ ნამდვილი ჭეშმარიტი შუქზე დაინახო, იმ შუქზე დაინახო, რომელიც შუქითაც გამოსჭვივის ის რაღაცნაირად ის მადლი, საღვთო მადლი, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში უნდა ხორციელდებოდეს. მამა კახაბე, რა თქვენ საუბრობდით, რომ ადამიანს ხშირად და ეს არა მხოლოდ დღეს, უნდა რომ მოირგოს თავის თავზე ის, რასაც ახარება გვეუბნება. მაგრამ ხშირად გაგვეგონია ჩვენ ადამიანებისგან და არა მხოლოდ ადამიანებისგან, ბოლო დროს სასულიერო პირებისგანაც, რომ რა საჭიროა ლოცვა, რა საჭიროა სახარების კითხვა, რა საჭიროა საერთოდ ეს ყველაფერი, ღმერთს ისედაც ესმის ჩემი ხმა და იცის გულში რა მაქვს. მე ღმერთთან ჩემი ურთიერთობა მაქვს. აი, ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი ხედვა და თანამედროვეობა რას გვთავაზობს, როგორ მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით? მე მესმის, რასაც გულისხმობთ, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტებია, მინდა გითხრათ, როდესაც თქვათ ეკლესიის წევრი არ აქვს მნიშვნელობა ეს სასულიერო პირი იქნება თუ ერის კაცი, ჩვენ საზოგადოება უნდა განვიხილოთ რაღაცა ესეთ ორ კონტექსტში შეიძლება ითქვას და დავასახელოთ საზოგადოების ნაწილი, რომელიც არის ეკლესიის შიგნით და საზოგადოების, რომელიც არის ეკლესიის გარეთ. ვინ იგულისხმება ეკლესიის შიგნით ყოფში? და ამ საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეკლესიის წევრები ვართ და ამ ეკლესიის წევრობა რას გულისხმობს, ამაზე უნდა ვილა, იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, გალავნის გარეთ ყოფი და გალავნის შიგნით ყოფი ადამიანი. გალავნის გარეთ ყოფი ადამიანი ამბობს, რომ მე არ ვარ ეკლესიური და არც აინტერესებს, არც საიდუმლოება აინტერესებს, არც ლოცვა აინტერესებს და შეიძლება და არც სხვა რამ, იმიტომ რომ არ არის ეკლესიური და ვერც მოვთხოვთ და ვერც დაველაპარაკებით ამ ენაზე, მაგრამ ჩვენ თუ კი გალავნის შიგნით ყოფი ადამიანები ვართ, ამ გალავნის შიგნით რაღაცა გარკვეული წესები არსებობს. არსებობს ეს წესები გამოცდილებაზე დაყრდნობით დადგენილი წესები და ამ გამოცდილებას თუ არ გავიზიარებთ, ჩვენ ახლა რაღაცა ახლის გამოგონებით
მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ისე აღმოვჩნდეთ გალავანს გარეთ კი არა. იმაზე უფრო შორს, ვიდრე გონია, რომ ესე იგი რაღაცა ეკლესიასთან მიახლოება შეგვიძლია ეკლესიურ გაგებასთან. ამიტომაც აი ამ გამოცდილებაში უნდა გითხრათ ასეთი რამ, რომ შეუძლებელია ადამიანი მაგალითად არ ლოცულობდეს და ქრისტიანი ერქვას. აი ეს აბსოლუტურად შეუთავსებელი მცნებებია. იცით რა, მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ არ ვლოცულობ. ღმერთმა ხო იცის გულში რაც მორწმუნესა და არამორწმუნე ადამიანის შორის განსხვავება არის ერთადერთი. ერთადერთი, სხვა მეტი ისიც პოტენციურად ესეთი განღმრთობისათვის მოწოდებული ადამიანი შეიძლება განეხმრთოს კი არა შეგასწროს შეიძლება სასופველოში შენზე რა არ ვამბობ ადამიანო ზოგადად შეიძლება ესე საკუთარ თავს მიმართო და ვთქვა რომ მე შევალ თუ არა არ ვიცი და ის შეიძლება შევიდეს ჩემზე ადრე რომელსაც დღეს საერთოდ არ გადაუშლია არც ბიბლია მაგრამ ისი მაგალითიც ისევ ქრისტემ მოგვს დიახ რა თქმა უნდა იქ ავაზაკი ჯვარზე ცხონდა მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვა ამიტომაც ჩვენ არაფერი არ გაგასხვავებს ადამიანურად ერთმანეთისგან გარდა ერთი რამისა რომ მე ვლოცულობ და ის არ ლოცულობს აი ეს არის აუცილებელი რაღაცა ნიშანთვისება მორწმუნე ადამიანის და როცა მოძღვარი სასულიერო პირი ამბობს რომ არასაჭიროა ლოცვა ეს მრევლისთვის დიდი შეცდომა არის ეს იმიტომ რომ გრიგოლ პალამას სწავლება გახლავთ ასეთი რომელიც ახლა ამ წამს გამახსენდა თქვენ შეკითხვასთან მიმართებაში რომელიც ამბობს ასეთ სიტყვებს რომ ქრისტეს შემეცნება შესაძლებელია სამი გზით და პირველს ასახელებს ლოცვას მეორეს ასახელებს მისი მცნებებით ცხოვრებას და მესამეს ასახელებს საეკლესიო საიდუმლოებებში თანამონაწილეობას. თუმცა კი ეს ორი პირველის გარეშე შეუძლებელია. იმიტომ რომ ცნებებს იცავდე და არ ლოცულობდე, მაშინ ქრისტიანი არ ახარ საერთოდ. იმიტომ რომ ასე შეიძლება ადამიანი საერთოდ ქრისტიანობის შესახებ არაფერი გაუგია, სადღაცა ჯუნგლებში იჯდეს, მაგრამ კონდეს რაღაცა შინაგანი ხო, მორალი და სინდისი და პატიოსნება რომ არავის არ კლავდეს, არც ყაჩაღობდეს, არც ავაზაკობდეს. იყოს პატიოსანი მშრომელი კაცი მოიყვანა მოსავალი შეჭამა დაწვა დაიძინა. მაგრამ განსხვავება ახლა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ რომ აი ამ მცნების შესრულებასა და იმაში ლოცვა არის სწორედ განსხვავება არ შესრულებაში იმიტომ რომ შეიძლება ვერ ვასრულებდე რაღაცა მცნებებს მაგრამ ლოცულობ ანუ განმასხვავებს ის რომ ლოცვა იმედია როგორც ივანე კიბის აღწერელი ამბობს ლოცვა არის ბუნებითი მდგომარეობა შენი გონების შეერთება ღმერთთან ლოცვა არის მდგომარეობა როდესაც შენ ღმერთთან საუბრის საშუალება გეძლევა ლოცვა არის მდგომარეობა ასე პავლე მოციქული პირდაპირ ანდერძად გვიტოვებს რომ მოუკლებელად ილოცევდით ეს მოუკლებელი ლოცვა რას გულისხმობს თუ არა იმას რომ შენი გონება გამუდმებულ სიფხიზლეს განიცდიდეს ამაში არ გულისხმობ იმას რომ ღამე არ უნდა დაიძინო ამ სიფხიზლეში გულისხმობ იმას რომ გამუდმებული ლოცვა არის როდესაც შენ შეგიძლია საღვთო მცნებებზე კონდეს ყოველთვის გამახვილებული ყურადღება და ამას ვერ მიაღწევს ადამიანი ლოცვის გარეშე ანუ ქრისტეს შემეცნება ლოცვის გარეშე შეუძლებელია ასე იწყებს ამას გრიგოლ პალამა და იქვე ასახელებს რომ მაგალითად ეს წიგნებით შეუძლებელია მაგალითად ის რომ შენ განათლებას ღებულობდე სოფლიოში რა წიგნებიც არსებობს უყველა რომ წაიკითხო ეს საერთოდ არიშნავს იმას რომ შენ ქრისტეს გაიცნობ ამითი შენ შეიძლება რაღაცა ინფორმაცია მიიღო თუნდაც ისტორიული და თუნდაც რაღაცა მოვლენები რომ ეს თურმე ასე მომხდარა და ისე მომხდარა მაგრამ უშუალოდ ქრისტესთან შემხებლობა ლოცვის გარეშე შეუძლებელია ამიტომაც ამას გვიანდერძებენ მამები ამას პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენ წმინდა მამებზე მაქვს საუბარი რომ პირველი ნაბიჯი გახლავთ სწორედ ლოცვითი კავშირი ღმერთთან რომლის აუცილებლობაც არის ის რომ შენს გულში შემოვიდეს აი შეგრძნება სულიწმიდის მადლისა სხვაგვარად ეს შეუძლებელია მამა კახაბერ შესაძლოა რომ ისეთ საფეხურზე ავიდეს ადამიანი სულიერად რომ აღარ დაჭერდეს ლოცვა არა იცით რა არსებობს უბრალოდ როგორი განსხვავება. აი მაგალითისთვის ჩვენ ვიწყებთ ლოცვებს ესე რომ აი მოვიდა ადამიანი შემოაბიჯა ეკლესიაში და ჩვენ მას ვასწავლით რომ აი მცირედი რაღაცა ნაბიჯები უნდა გადადგას. რაღაცა აი როგორც კიბის საფეხურებზე ვაპირებთ ასვლას პირდაპირ მეათე საფეხურზე ხო ვერ შევხვდებით
არ გვეყოფა საამისოთ ენერგიები. ამიტომ იწყებ პირველ საფეხურზე უნდა დადგე. შეიძლება იქ გაჩერდე კიდეც რაღაცა შეყომდე კარგა ხანი და შეისვენო. თუმცა კი აუცილებლად მეორე საფეხურზეც უნდა ახვიდე და მესამეზეც. ლოცვასაც სწორედ ასეთი საფეხურები გააჩნია. აი მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ასეთი რამ, რომ ლოცვანი რომელიც არის აი წიგნად გამოცემული, სინამდვილეში ეს შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ქრესტომათია, ანუ სასწავლებელი თუ როგორ უნდა ვლოცულობდე მე. ის არის წმინდა მამათა ლოცვები, მათი პირადი ლოცვები, იქ აწერია რომელიღაცას ავტორი, თქვათ მაკარი დიდი შეიძლება იყოს იქ, რაღაცა ეფრემ ასურია ერთ-ერთი ლოცვის ავტორი დიდ მარხვაში იკითხება, იქ თქვათ ზიარების წინა ლოცვებში არის ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი მათ შორის, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, მას აქვს რაღაცა ესეთი ლოცვები შედგენილი. ძალიან ბევრი ავტორია და ჩვენ რატო ვკითხულობთ იმათ დაწერილ ლოცვებს? იმიტომ რომ ვისწავლოთ როგორ ლოცულობდნენ წმინდანები. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქრესტომათია შეიძლება ესე ითქვას და აი თუ არ მეშლება ერთხელ ჩვენი გადაცემის საშუალებით თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ დილის ლოცვის და ნუმერაცია გააჩნია მას, თქვა დილის ლოცვები დასაწყისი ლოცვებით რომ იწყება და შემდგომ სამადლობელია ძილისაგან აღდგომილი 50 ფსალმუნი მრწამსი და მერე არის ნომერი პირველი ლოცვა დანომრილია. აი ამ პირველ ნომერ ლოცვას, რომელიც მაკარი დიდის არის, იწყება ასე რომ ღმერთო, გამწმინდე მეწოდველი, რამე თუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენს. ანუ ერთი სიკეთეც კი არა მაქვს შენს წინაშე გაკეთებული, ამას ამბობს მაკარი, რომელიც მეუდაბნოეა, რომელიც ისეთ ღვაწლში იმყოფება, ისეთ აი რაღაცა ადამიანის ენით რომ არ გამოითქმის დაახლოებით ისეთი ღვაწლი აქვს და ნატვირთი და ისეთ მკაცრ პირობებში ამყოფებს საკუთარ თავს და ამბობს ასეთ რამეს რომ ერთი სიკეთეც კი არა მაქვს გაკეთებული შენს წინაშე. ნუ თუ არ არის ეს ქრესტომა, ნუ თუ არ არის ეს სასწავლებელი შენთვის რომ ლოცვას რომ დაიწყებ ფარისეველივით კი არ უნდა წარდგე რომ ღმერთო მე ორჯერ ვმარხულობ კვირაში შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას არ ვაცდენ. ნუ ეხა თანამედროვე ფარისეველი ასე იტყოდა ის ამბობს რომ შაბათს არ ვაცდენო ჩვენ ვამბობთ რომ კვირის წირვას არ ვაცდენ კაცს არ ვკლავ გადასახადებს ვიხდი ნუ დაახლოებით ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ დღევანდელი ფარისევლის ლოცვა და სინამდვილეში ამას ლოცვა არ ქვია. ლოცვა ქვია იმას რომ აბსოლუტური შეგრძნება გაქვს შენი საკუთარი თავის უსუსურობისა რომ ღმერთის გარეშე არაფერი არ შეგიძლია ამოსუნთქვა და ჩასუნთქვაც კი ღმერთის გარეშე შეუძლებელია იმიტომ რომ არ ინებოს მან ეს შენი სიცოცხლე ამასაც კი ვერ შეძლებდი არარსებობიდან არსებობაში მოხმობილი ხარ შენ თვითონ არ გაგიჩენია საკუთარი თავი და ყოველივე ამის მესაკუთრედან მფლობელი ღმერთია რასაც ხედავ შენიც კი ამ სხეულს რომელსაც შენ მფლობ და მოგეცა ისიც ხომ ღმერთის შექმნილია ბუნებრივია იმიტომ რომ შენ თვითონ ხო ვერ შექმნიდი საკუთარ თავს. ამიტომაც როგორ შეიძლება მე არ ვლოცულობდე, ეს ლოცვა არ იყოს სავედრებელი, რომ არაფერი შენს გარეშე არ შემეძლია, რომ ვუთხრა, რომ მადლობა გადავიხადო, რომ მქონდეს განცდა იმისა, აი თანამედროვეობაზე ვლაპარაკობთ და თანამედროვეობის გამოწვევა რა არის, რომ ქრისტე უნდა გავიცნოთ ჩვენ. და როგორ უნდა გავიცნოთ, უნდა ვიცოდეთ რომ ის მხსნელია, ის გადამრჩენელია, ის განმაკურნებელი, რის იმ მკურნებელი ხარ, მკურნებაზე რომ დავიწყებთ ლაპარაკს, ვიღაცას გონია რომ რაღაცა პირადი ავატყოფობენ. კი, ესეც არის, რა თქმა უნდა, სასწაული მომხდარა და ქრისტეს განუკურნავს ადამიანი თანამედროვე სამყაროშიც კი, მაგრამ სხვა კურნებაზეა ლაპარაკი. რაში დასჭირდა მას ადამიანური სხეულის მიღება? იმიტომ რომ უნდა განეკურნა ადამიანური ბუნება. მეტი სხვა მიზანი არაფერი არ ყოფილა. თორემ ისედაც მოხდებოდა გამოხსნა იტყოდა ღმერთი და ადამიანი ესე იგი ჯოჯოხეთიდან ამოვიდოდა და შევიდოდა მისი ნება არის მისი გადაწყვეტილებით იქნებოდა ეს ძალიან მარტივად მაგრამ ინება რომ ადამიანური სხეული შეემოსა რომ განეკურნა ადამიანური ბუნება და მე თუ ასე არ გავიცანი ქრისტე და ეს არ დავინახე სხვაგვარად როგორ შეიძლება მე თქვათ მადლიერება აღმეძრას მაშინ ვიტყვი რომ ხო ნუ აი ეს რაღაც ისტორიულ ამბებს მოყვები იქ პუდარი აღადგინა იქ პურები გაამრავლა იქ თქვათ ვიღაცას თვალი აუხილა ვიღაცას თქვათ იგავი მოუყვა და ასე შემდგომ მაგრამ ის ჭეშმარიტი მიზანი თუ არ გავაცნობიერე რატომ განკაცდა ამ სახარებაში ამაზე არის მთელი სახარება რასაც არ უნდა ვკითხულობდეთ გენეოლოგიიდან დავიწყებთ და ბოლოს მის აღდგომამდე ჩავალთ ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი ამას ემსახურება რომ შენ გააცნობიერო რა გააკეთა მან შენი გულისთვის ის რომ დაგბადა
და მარტოდ კი არ მიგატოვა მე რომ აბა რაც გინდა და ისქენი, არამედ იმისთვის რომ განკურნებულიყავი მან შენი სხეული შეიმოსა და ჯოჯოხეთში ჩასვლა ინება, ჯვარზე გაკვრის შემდგომ და ადამიანის სამოთხეში ამოყვანა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და ამისი გაცნობიერება ლოცვის გარეშე შეუძლებელია. ამ მადლობის გადახდაც ლოცვა არის ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მადლიერია. ის რომ აღიარება იმისა, რომ უსუსური ხარ აბსოლუტურად, ესეც ერთგვარი ლოცვა არის. და ის რომ გჭირდება დახმარება, ესეც ლოცვის ნაირსახეობაა, მინდა გითხრათ და ამიტომ ადამიანი რომელ მდგომარეობაში იმყოფება, ყველას ამას ლოცვითი მდგომარეობა ქვია. მჭირდება რაღაც გასაჭირს ვხედავ ჩემში, აი ამ სიმდაბლეს ვხედავ, რაღაცა ბრძოლა მაქვს. ლოცულობ ამ დახმარებისთვის, ვმადლობ იმისთვის, რომ გავაცნობიერე რა მოხდა ჯვარცმის შედეგად, რომელ გამოხსნაზე შეიძლება ვლაპარაკობდე და გავაცნობიერე ისიც, რომ ერთი სიკეთეც კი არა მაქვს თურმე გაკეთებული, როგორც მაკარი დიდი ამბობს ამას და რა მეშველება მე საწყალობელს. აი ეს განცდა. მამა კახაბერ, აი რა მეშველება მე საწყალობელსო ამ ფრაზას გაგაწყვეტინეთ და აი ხშირად ადამიანებს დღეს თანამედროვე სამყაროში გვედარდება, რომ რა სიტყვის ვიღაც ჩემზე ადამიანები რა სიტყვიან და არ გვფიქრება ხოლმე რა სიტყვის ღმერთი ჩვენზე და რას ამბობს, არ უსმენთ. აი როგორ მივახციოთ სულიერად აი ამ შეგრძნებას, რომ იმას კი არ ვდარდობდეთ გამოდმებულად რა სიტყვიან ადამიანები ჩვენზე, არამედ ვფიქრობდეთ გამოდმებით რას იტყვის ღმერთი ჩვენზე. თუნდაც მაშინ როცა წარდგებით მის წინაშე. ამისთვის კვლავ ჩვენ წმინდა წერილი უნდა მოვიხმოთ და უნდა ვთქვათ, რომ ღმერთის არსებობისა რო გჯერა და გწამს, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. აი რაც იქ წერია, რასაც გავალებს ღმერთი. სწორედ ამის შესახებ უნდა შეგეძლოს, ესე იგი, ადეკვატური პასუხების მიცემა. მაგალითისთვის გეუბნება, რომ შენ უნდა გიყვარდეს შენი მტერი. ამაში ეთანხმები თუ არ ეთანხმები. შეიძლება ჯერ ვერ შეძელი ეს, მაგრამ მიდიხარ, მეცადინეობ, აკეთებ იმას, რომ მოინდომო ეს და თუნდაც პირველი ნაბიჯი გადადგა იმით, რომ თუ ვერ შევიყვარე, იქამდე მაინც მივიდე, რომ არ მძულდეს ვინმე. მტერი კი არა მოყვასი სიყვარული გაჭირდა დღეს და აი ეს ამიტომაც აი თქვენს კითხვაზე სწორედ აი ეს პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს მაყურებელს, რომ მან ესე უნდა შეაფასოს ეს მოვლენა, რომ მე მიყვარს თუ არა ადამიანი, შეუძლებელია რომ ყველას უყვარდე. ეს თავიდანვე ფორმულასავით უნდა ვიცოდეთ, ერთმა ძალიან საყვარელმა მამამ თქვა, მის ქადაგება მაქვს მოსმენილი, რომ შეუძლებელია ყველას რომ უყვარდე, მაგრამ ყველა რომ გიყვარდეს შესაძლებელიაო და აი ეს უნდა დაიმახსოვრო, თქვათ ადამიანები რა სიტყვიან, ასეთი ფიქრი როდესაც მოგივარო, ჯერ ერთი მართლა ისე არ უნდა მოიქცე, რომ ადამიანებს რაღაცა გაუჩინო სალაპარაკო ცუდი შენზე, მაგრამ შეიძლება მაინც ილაპარაკონ, სულ რო ეხა ანგელოზები ცხოვრობდე და მართლაც იყვნენ ასეთი ადამიანები, მაინც ტალახს ესროდნენ მას და რა გასაკვირია ეს, რომ იმიტომ რომ ქრისტიანობა თავისთავად არ არის რელიგია ფუფუნებისა, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად ამ სიმართლის გამო თავებს წყვეტდნენ და სიცოცხლეს ასალმებდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის აღიარების გამო, მეტი არაფერი დანაშაული მათ არ ქონიათ ცხოვრებაში. ამიტომაც რა სიტყვიან ადამიანები ამ საკითხს ასე უნდა შეხედო. თავარია მე მიყვარდეს ყველა. და აი ყველა შეიძლება მე არ ვუყვარდე და ვერც ვეყვარები გამორიცხულია, ვერ იქნება ეს ამბავი, იმიტომ რომ ვიღაცას სწორედ ის აღიზიანებდეს შეიძლება რომ შენ ცნებებს იცავ. რომ შენ მისნაირი არ ახარ, რომ მასთან ერთად არ ქურდობ, რომ მასთან ერთად რაღაცა არ ვერცხლის მოყარეობ, მასთან ერთად არ მრუშობ, მასთან ერთად არ ყაჩაღობ და იპარავ და ასე შემდგომ, სწორედ ეს იყოს შეიძლება გაღიზიანების და უსიყვარულობის მიზეზი შენს მიმართ. ამიტომაც ჩვენი ფიქრი უნდა იყოს ის, რომ მე მიყვარდეს ყველანაირი ადამიანი, როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს ის, მიყვარდეს ის როგორც ადამიანი და ის შემიყვარებს თუ არა ეს ნაკლებად უნდა მადარდებდეს და ეს არის ქრისტიანული ხედვა და ეს არის სწორედ სახარებისეული ხედვა, რომ უნდა გიყვარდეს შენი მტერიც კი. და თქვენ ამბობდით, რომ თანამედროვე სამყაროშიც ისევ ამოსავალი არის სახარება და წმინდა წერილი. და იქ უნდა გავიგოთ, რას გვებება ღმერთი და ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობაო. მაგრამ აი ასეთ რამეს რომ ამბობს, დატოვე ყველაფერი და მე გამომწევი. თანამედროვეობაში ეს ძალიან ძნელია და როგორ უნდა მივიდეს ქრისტიანი ამ მდგომარეობამდე? იცით რა, ეს ჩვენ რაღაცა სახარებისეული გაგება ბუკვალურად არ შეიძლება.
რომ თითოეულ რაღაცა ამ ფრაზეზე ესე ვთქვათ, რომ ეს ზუსტად ამას ნიშნავს. იქ ძალიან ბევრი სახე სიმბოლოებია. იქ რაღაცა ისეთ თემაზე იყოს შეიძლება ლაპარაკი, ის რომ პირდაპირ გაიგოს ადამიანმა, ნუ რაღაცა შეიძლება დაიღუპოს თავი. ამიტომაც სახარებას თავისი ახსნა განმარტება გააჩნია და ამას ძალიან ხშირად თვითონ მაცხოვარივე აკეთებდა, იგავს რომელსაც იტყოდა, თქვათ, გამოვიდა მთესვარი თესვად, საუბრობს იგავს და მე ამ იგავის განმარტებას თვითონვე აძლევს მოციქულებს, ესევე უნდა აიხსნას ეს საკითხიც, რომ ამას არ ეუბნება ყველა ადამიანს, რომ შენმე ვიღაცა კონკრეტულ ადამიანს ეუბნება, აი შენ წამომყევი, შენ პირიქით ეუბნება, რომ წადი სახლში და ოჯახს მიხედეო. არის ასეთი შემთხვევაც მასში, რა ქვია, სახარებაშიც. და საიდან გამომდინარეა ეს და როგორ შეიძლება გავიგებდეთ ჩვენ ამ ყოველივეს? გამომყევი მე ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი არის მოწოდებული, რომ ქრისტეს უნდა გავყვეთ. მაგრამ ამ გაყოლაში არ იგულისხმება ის, რომ ოჯახი უნდა დატოვოს ახლა ადამიანმა და აუცილებლად უდაბნოში უნდა წავიდეს. ამ გამოყოლაში რა იგულისხმება გეტყვით? აი მეორედ მოსვლის სახე სიმბოლოდ მაცხოვარი ჩვენ წარმოგვიდგენს ასეთ რამეს. რომ მაცხოვარიო, რომ მოვაო, როგორც მწყემსი კეთილიო, თიკნებს ცალკე დააყენებს და ცხვრებს ცალკეო, სწორედ ასე მართლებს მარჯვნივ დააყენებს და მარცხნივო, ვინც არ იქნება მართალი ადამიანიო, იმათო და ეტყვის მართლებსო. მშიოდა და მაჭამეთ, წყუროდა და მასვით, ავადყოფი ვიყავი მომინახულეთ, ციხეში ვიჯეხი მოხვედით, უცხო ვიყავი შემიწყნარეთ. და როდის გავაკეთეთ ესო ეკითხებიან და რაც გავუკეთეთ ერთ სირეთაგანს მე გამიკეთეთ. ამიტომაც არსად არ წერია, რატომ არ წამოხვედი უდაბნოში, რატომ არ აღიკვეცე ბერად და მონაზვნად, რატომ არ ვთქვათ მარხულობდი, ესე იგი ასე რომ ვთქვათ არაფერს არ ჭამდი 40 დღე, რატომ არ ლოცულობდი ესე ვთქვათ ფსალმუნების ამდენ და ამდენ კანონს ყოველდღიურად, მსგავს მოთხოვნას ქრისტესთან ჩვენ ვერ წავიკითხავთ. ჩვენ რა მოთხოვნასაც ის აყენებს, რომ განსჯა რითიც მოხდება, ასე არის სახარებაში მოთხრობილი. ამ შესაბამისობიდან გამომდინარე, თუ კი ამბობს, რომ გამომყევი გამოყოლაში ნიშნავს ის, რომ უნდა გავყვეთ ამაში, რასაც ის ითხოვს. უნდა გავყვეთ იმაში, რომ ადამიანმა ადამიანობა უნდა შეინარჩუნოს და მშიერს რომ დაინახავ მისთვის პურის მოტეხვა უნდა შეგეძლოს. ერთი პური თუ გაქვს, უნდა გავუყო ნახევარი, იმას რომ საერთოდ არ აქვს. და შიშველს რომ დაინახავ, უნდა ჩააცვა და უცხოს რომ დაინახავ, ნამდვილად უნდა შეიწყნარო ეს უცხო, იმიტომ რომ შენ თვითონაც უცხო ხარ და დროებით ხარ ამ ქვეყანაზე მოსული და არ იცი ხვალსად აღმოჩნდები და რამ მდგომარეობაში აღმოჩნდები და არ შეიძლება შენ მშვიდად დადო ბალიშზე თავი და გეძინოს, როდესაც იცი რომ ვიღაცას შია, წყურია და თუ ვერაფრით ვერ ეხმარები, გულშემატკივრობა მაინც არ კონდეს. გულშემატკივრობა იმისა, რომ აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ მოდი ახლა ერთ სანთელს ავანთებ და მათთვის ლოცვას წავიკითხავ. მოდი ერთ ფსალმუნს წავიკითხავ მათთვის, ერთ თავს სახარებას წავიკითხავ. არაფერი უბრალოდ მივალ, დაველაპარაკები და ვეტყვი, რომ ნუ გეშინია, მეც თქვენთან ერთად ვარ. აი ეს არის ის გაყოლა, რომელ გაყოლაზე ჩვენ ქრისტე გველაპარაკება და არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ამაში ის, რომ შენ ახლა უნდა დატოვო ოჯახი და უდაბნოში გაიქცე და ან სადღაცას გამოქვაბულში უნდა განმარტოვდე, იმ გამოქვაბულშიც ვინც მარტოვდებოდა, იმათ ძალიან დიდი სულიერი გამოცდილების შედეგად უშვებდნენ იქ. არ გეგონოთ, რომ ესე პირდაპირ თავს დაადებს ადამიანი, წავა და იქ მერე ასე ციწმინდეს მიაღწევს პირიქით. ძალიან საშიში მდგომარეობაა ესეც. ამიტომაც სახარებისეული გაგება ჩვენ სწორი გაგება უნდა ვქონდეს მისი, სინათლის შუქს უნდა ვხედავდეთ, ქრისტეს მიერ მოცემულ ამ შუქის საშუალებით უნდა ვკითხულობდეთ მას და არა ისე როგორც შავი თეთრზე დაწერილ ტექსტს, რომ აი ესე პირდაპირ გავიგებ და ზუსტად ისე ვიზამ როგორც იქ წერია. დიდი მადლობა მამა კახაბერ, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ შევასრულოთ ის ყველაფერი, რასაც ქრისტე გვეუბნება და გვესაუბრება სახარებიდან. უნდა ვეცადოთ ყველანაირად და ღმერთი რომ დაინახავს ჩვენს აი ამ ცდელობას, სწორედ მაშინ მოდის შეწევნა, სწორედ მაშინ მოდის საღვთო მადლი. სხვაგვარად ეს გულხელდაკრეფილებით თუ ვიგნებით და ვიტყვით, რომ არა ღმერთი მოწყალია იმ შემთხვევაში თუ შენ ამას ცდილობ და აკეთებ და რომ ეს მოწყალება დაიმსახურო. თუ არ დაიმსახურე, მაშინ მხოლოდ სამართლის წინაშე მოგვიწევს წარდგომა. ჩვენ მოწყალეთ სამართლიანი ღმერთი გვჭირდება და არა მხოლოდ სამართლიანი და არც მხოლოდ მოწყალე. მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.